გადმოისხმებოდა დესანტი და წინაღამეს გააქტიურდა. ღამეს ჩვეულებრივ პოზიციებურ ბრძოლებში გვესწროდნენ და ჩვენსროდი და გვეხარჯებოდა რა ტყვია წამალი. გამთენისას დაიწყო უკვე დესანტი გადმოსხეს და ესენი მზად იყვნენ და ჩვენ უკვე გვიჭირდა ტყვია წამალი. თითო რაჟოკით ვიყავით. თითო რაჟოკითაა. თითო რაჟოკი ხომ ტყვია წამალი არ მოგვიტანეს არავინა. საიდან მოვიტანე? არ ეხლა ჩვენ არის საკმაოდ უზოგავდით კიდევაც მაინც-ამაინც თუ წინ არ იყვნენ წამოსულები ნაკლებად ვესწროდით, მაგრამ იმ ღამეს როდესაც ეს მოხდა დესანტის გადმოსხმა, თქვენს ესე იგი ჩვენ პოზიციებზე ვიდექით. მთელი ღამის ესე იგი არ გვეძინა არავის არაფერი. ერთი რამდენიმე დღის მენა ყავდა, რომელსაც ესე იგი დღე უნდა დამდგარიყვნენ და ჩვენ კიდე დაგვეძინა დღისით. ესე იგი დილით უკვე კოჩადის მხარეს მოხდა სროლები, დიდი სროლები, ბრძოლები მოხდა, შეგვატყობინეს რომ დესანტი გადმოსხეს და პირველი დათმა იმათ მიიღეს. მერე ამის მერე ხდება რაღაცა და ესე იგი წამოვიდნენ ისინი ჩვენ მხარეს. ჩვენ მხარეს წამოვიდნენ და ჩვენთან რო წამოვიდნენ რა, ამ დროს ესე იგი ჩვენი რამდენიმე 10 ბიჭი ჩავიდა დახვდა ავაზა რომ არის შენობას. ხო და იქ დაგვეყუბნენ ჩვენ ბიჭები. თემური კაჭკაჭიშვილი და ჩვენი სევზევით პოზიციაზე ვიდექთ. ეს თემური კაჭკაჭიშვილი და ეს გენადი ჩაელბარკიძე დაგვეჭერა. ხო. ესე იგი მათ შეაკავეს პირველი დარტყმა იმათ მიიღეს. ხო და ესე იგი ჩვენ ამ დროს უკვე დაგვირეკეს ბატალიონის მეტაურმა რაღაცა, მოვიხსენით პოზიციებიდან დავიკავეთ ესე იგი ჩვენი თავდაცვის ხაზი. ხო, თავდაცვის ხაზი დავიკავეთ. დავიკავეთ თავდაცვის ხაზი და უკვე ჩვენ ესე იგი უკვე ახლო მოვიდნენ ისინი. ამ დროს ესე იგი გადავრეკეთ ავაზაათი უკვე ჩაბარებული იყო ამათთან. ავაზაათი ჩვენ ვეკვუთით, მაგრამ ავაზას იმას ხარს და აიღეთ იმათი ტანკი აუღიათ. იმათი ტანკი აიყვანეს და ესე იგი ჩვენ ერთი ტანკი ყავდა რომ ჩვენ დაგვირო ჩავიდა ქვევით. ეს ჩვენო ბიჭებმა არ ესურვეს რომ ეგუნა ჩვენი ტანკი, სინამდვილეში ჩვენი ტანკი იმათ არ ყავდა, თუ კი აღებდა იმათმა ტანკმა ჩვენი ტანკი აგვიფეთქა რა. დაკიდან ეს ჩვენი ტანკი იყო და იმათ ხარეს და ესე იგი ამ დროს ესე იგი ეს მენი ტანკისი დაიღუპა რა. გელაგელაშვილი. ერთი და ეს კიდე მაგალითად ხო ერთანი გოგო იყო ის ჩვენ დაღუპული გვეგონა და ცოცხალი ყოფილა დაჭრილია მძიმე. სოხუმში ყოფილა რა დაჭრილია ჰოსპიტალში წევს. ჩვენი ერთანი ცოცხალია. ხო, ამის მერე ესე იგი ალყა შემოგვარტყა ჩვენ დავიჭირეთ, გაჩუმებულები ვართ. დუშეთის ბატალიონთან კავშირი არ აქვს, მაგრამ იმათ ეგუნა ჩვენ გასულები ვიყავით. მთელი 3-4 საათი ჩვენ ტყვია არ გაგვისროლია. არ გაგვისროლია, იმიტომ ველოდებოდი, ვუფრთხილებოდით ყოველ ტყვიას. თუ არის დავინახავთ, ვესვრით. ისე არ გავისროლ. არც ერთი. იმიტომ ტყვია წამალი ცოტა ქონდა ძალიან და სასაცილოა მაგას. ხო. ესენი რო გავიდნენ დუშეთის ბატალიონს, ამათ ესე იგი დახვდნენ გზაში, აქ ჩახოცეს ბევრი მანქანებით, რაღაც ყველაფერი მათი 19 კაცი დაუღობიათ. და მერე ამოვიდა ჩვენთან ჩოლოყაშვილის ბატალიონიდან ერთი ბიჭი შავი ლენტით ავტომატზე ხონდა და ჯარისკაცი და თქვა რომ ესეთი საქმეა ბიჭებო ვარიანტი არ არის თქვენ აქედან ცოცხლები გახვიდეთ და ყველა სამოხოცავენ და უნდა გახვიდეთ რაც შეიძლება ჩქარა აქედან ამ დროს ბატალიონის მეტაურმა რამაზი ესე იგი მისცა ჩვენი კოორდინატები ჩვენ მაინც ვიხოცებით და артиллеრისტებს ესე უთხრა რომ დასხეთ ჩვენ კოორდინატებს ჩვენ პოზიციებს დასხეთ ამ დროს ისე მოხდა რა ვიცი როგორ ისვრენ ეს ზუსტად საცაი იყვნენ იქ მოარტყეს რა ჩვენ ტერიტორიაზე არ გახეთქილა არც ერთი სნარიადი ასკოლკები ხდებოდა მარტო და ამ მომენტში ისინი გაგვეცალნენ ეს ბიჭით რომ მოვიდეს ჯარისკაცი ესე იგი ჩვენ ორი მძიმე დაჭერილი ყავდა საკაცზე დავსვით და გამოვედით იქით იმისი დღეში გამოვედით და დღეში ჭაობი რა ვიცი 1000 რამის ტალახი და ის არის უბედურობა დასაკცევა აფხაზეთში გამოვედით ასე რა პიტომნიკის ხარეს გამოვედით ის ხიდი გამოვიდეთ წყალი და რა ვიცი სუსველები სუიმეს ხო და მე რა გავიყავით ესე ორ ჯგუფად კი არ გავიყავით ისე მოგხვდა რომ ესე იგი დავიშალეთ რა და სიბნელეში დავკარგეთ რა ეს ზერები მით გავუშვით წინ დავიშალეთ და ეს 18 კაცი დავშვით მეორე ჯგუფში და ეს ვისაც მოხდა დაჭერილები და გამოვიყვანეთ და მე იქ სად იყო ეს საგერასთან ახლოს კობალიას გამოვიდა და იქამდე ჩამოვიყვანეთ ესე იგი რომელი საათი იყო საღამოს 7 ნახევარი. არა, ჩვენ რომ საათზე გამოვედით. 18 საათზე და 20 წუთზე გამოვედით. 18 და 20 წუთზე გამოვედით ალყიდან. იქით გამოვედით, დავიწყეთ გამოსვლა. გამოსვლა დავიწყეთ, მაგრამ
5 საათისთვის მოვედით უკვე აქ. ესე იგი, არ გვიძილი არც არ. მე არ მეგონა თუ ბიჭები მაგდენ შეძლებს. ესე იგი, გაჭირება მინახე და როიტყვენ ესე იგი. გაჭირება მანახე და გაჭირება. არა, შიში მანახე და გაქცევას გან. უბრალოდ ესე იგი, ბიჭები და არ შეგვიძლია, უნდა შევძლო და სულ შეძლებს ზოგმა ჩექმები ჩარჩა ტალახებში რაღაცა. და ბერშელები არ ეკლებს, აი თუ დაკაცულები 4 ალყა გავიარეთ ისე ხოხვითა და რა ვიცი რა. სინოლოგის რო შეუცურავ იმიტაზე, ისე თურავდით სურავ მაგრამ. მერე გავძელი, მაგრამ ერთი რამეა საჭირო აქ. აი ხლა უბრალოდ რა არის რუსის ჯარი და რაღაცა ქართველებს შეიძლება სიამოვნებაც მეტი გაგვაჩინեն რაღაცა, მაგრამ აი ეს ორგანიზება არ გაგვაჩინეს. თავარი ეს ჩვენ პირადი დისციპლინა რა არის უბრალოდ. აი რაღაცა რომ მე იმას წეგანაც ვიძახი და იმას ერთი რუსმა ბასეებმა რატომ უნდა გვაჯობოს. დაადგებათ მაშინ იაკობი ჩაჯდა და დაიჭირა ბარონ. Ни в коем случае. ამის ისე ის თავს მეც იცავს და გადარჩენის მეტი შანსი აქვს. ჩვენი მებრძოლებიც ესე უნდა აკეთებდნენ, რა ვიცი. გუშინ ეხლა რა მებრძოლები ეგრე აკეთებენ კაცო. გუშინ შევედით ჩვენ კიდე როგორ იცი იმათმა სიტყვა უფრო გაგვამხნევას ისინი ზახოდნენ რუსულად მე ქართულად ვიტყვი ქართველებო დაგუნებდით ცოცხლა ჩაგვარდით თქვენ უკეთესი იქნება და თან გვაგინებდნენ ამათ უფრო გაგვამხნევა აი ბელია ნახახალი რუკი პადნეა ო არა თვითონ ნახეს ვერე ვინ ჩაბარდა ზდავაისა ამ ბიჭებმა ესე იგი 1-4 მათი მოკლეს იმათი აი პირველად ვინც ზახდნენ მაგ თემური კაჭკაჭიშვილმა და იმათი აგრა იღეს დაჭირნო ეს უნდა ორი დაჭერილი თავის ფეხით ამოვიდა თვითონ კიდევაც გვეხმარებოდნენ იმაში აწევაში საკაციც ჩამო ოჩას ყია ქონდა ფეხში და თავის ფეხითი არა ერთმა მესამე ბოლომდე რა სანამ გამოგეხმარა მაგრამ ეხლა ისე გამოდის რომ ჩვენი ბატალიონი ოჩამ და ზურამ ხო ეს ახალციხის 220 ბატალიონი ისე გამოდის რომ აღარც ფიზიკურად არსებობს და აღარც იმად არსებობს სინამდვილეში არსებობს მაგრამ ესე რუკაზეც არ აქვს აღნიშნული ჩვენი პოზიციები არ აქვს და არ იცოდნენ რა სოხუმში ცოდნიათ რომ ჩვენ უკვე აღარ ვარსებობთ საერთოდ ამოხოცეს. აი ბიჭები ჩამოვიდნენ იქიდან და ასეთი ინფორმაცია ჩამოიდანოს რომ არის ჩვენზე იქ ნათქვამი რომ ესე იგი ვაფშე აღარ ვარსებობთ რომ ამოხოცეს იქა და всё. გადარჩა ასე იგი 4 კაცი გამოვიდა ეს როიტყვენ დაკრგულის დაბრუნება ძნელია საერთოდ. ეხლა რომ ესე იგი თავიდურზე ყოფილიყო იქ ნორმალური საზღვაო სანაპირო დაცვა ჩაეძირათ ის უპატრონო გემი იყო თუ რა იყო დაერტყათ იმისთვის იმათ იმდენი ძალა არ აქვს ჩვენთვის შემოედეთ რამდენი ხანი ვიდეგით კი შემოდნე 1-2 კაცი მაგრამ იმას იმდენი ძალა არ აქვს ჩვენ ფიზიკურად გაგვანადგუროს ამდენი ხანი შემოგვეპარა ეს გემი ხო როგორ შემოგვეპარა და ეს რაზვერკის პრობლემაა. საერთოდ რომ იძახიან ჰუმანიტარული დახმარება, ხოველი ჰუმანიტარული დახმარება არის აფხაზებისთვის იარაღი, ტყვიაწამალი და ესეთი რაღაცა. ცოცხალი ძალა. მაგ თამაშთან რა უნდა ნახეს ყველაზე სუსტი წერტილი. იმ ხრივ რომ ესე იგი როგორ გეკადრება? 1 კილომეტრი ნახევარი თვითონ რელიეფი უწყობს. რელიეფი ესე იგი არ ჩანს არჩვენიდან, პოზიციებიდან ეგ ადგილები არ ჩანს. და შეუმჩნეველია. დაჟე დაუცველი იყო ეგ ხარ, ეგ ზონა დაუცველი იყო, სულ ტყეა. უყურადღებოდ იყო მიტოვებული. კილომეტრი ნახევარში არავინ აღარ იდგა რა, ფაქტურად არავინ არ იდგა. და ჩვენ კიდე ბატალიონში იმდენი ძალები არ აქვს და ჩვენი და კოჩარის ხალხის ესე იგი ეს საზღვარი გადაგვება და ხევი იყო ეს ერთი 10 პოსტის გაკეთება გვინდა და დამატებით რომ ის ხევი გადაგვება საიდანაც ჩვენ გვეპარებოდნენ აფხაზები თავისუფლად გადიოდნენ გამოდიოდნენ ჩვენ რო ინფორმაცია გქონოდა მაგაზე რომ დესანტია შემოსული არამე ჩვენ ჩავსაბდებოდით ან ზღვასთან და ტანკიც ყავდა იქა და ინფორმაცია არ იყო არ ვიცოდი ჩვენ მოულოდნელად დაგვარტყეს ჟუქში მეორე დღეს გავიგეთ რომ მოულოდნელად დაგვარტყეს ჟუქში და და ამას იმდენი ხაზები უზუქში დესანტი ერთ თავარს ვიტყვი რა თელმა საქართველოს რო გეიგოს შტაბში რომ მივედით სამი კაცი წინ წამოვედით არაქათი აღარავის ხონდა მედით რომ მე მოგვეხმარებოდა შევეჯერ სამი კაცი ხო და რო უთხარით საიდანაც ვართ ნუ გადარჩით აღარც გვეკითხები რომ სამი კაცი გონიათ გადარჩით მეტი არა და რუკა რო გავშალე და მეთქი აქანა გველოდებიან რაჭრილები ყავან და 5 დაახლოებით 15 კაცი მოყვებო რაიო 15 გადარჩითო გადაირიან წამოიშალენ ხელად სულ ხო არტილერისტები გარიყო თვითონ იქ შტაბში და სასიხარულის იყო კაც რომევედი იმედი მომეცა ერთად რო დევინახე ნათაძე ხობალია და იოსელიანი ტრევი რომ მოგონენ ხობალია ერთად რო დევინახე მე თავის ისმარში ხო არ არის გონი რიგდები გონია კამერის ჩვენსა ასია მაგიზე დავატირე
ჩვენ წინააღმდეგ გერთიანდება 8 აღარ ნახავ მაგაში მკვრები ხო ნახეთ საბუთები ზოგი უზბეკია ზოგი რუსია რა ვიცი ჩეჩენი ეშმაკი ჩვენ ქართველები რა ვარ უნდა გავერთიანდეთ ეს ხო უნდა გავერთიანდეთ რა ესა გასახარელი როა დღეს მკვრები როგორია იოსელენ და ქობალი ერთად რო დგანან იქ ორივეს გვერდზე მოგვიწია ყოფნა აი ეს ვიხარია ასე თუ იქნება გევიმარჯვებ არ იქნება ასე ვერ გევიმარჯვებ მორჩა საციხარული თქვენ გაგიმარჯვეთ ყველა კიდე გუშინ შესულად კიდე დაგვეჭენენ ტანგზე აფეთქ და მინაზე და ერთი რამდენი ბიჭი ორი ბიჭი დაგვეჭე რა დაგჭა კიდე მიცოლებულები გამოსაყვანე სამი დაგვიჭე კიდე თქვენ ჩვენ მაგერ ბიჭების ნახე თქვენ გეცოდინებათ ეს ბიჭები ჯაფარიძე გიორგი კი სურათები კი ეს ჩვენი ექიმი 30 წელიწად ეს გამოვიყვანეთ ჩვენ ესეთი გამოვიყრები გამოვიდა ეს ჩვენ დასახმარებლად წამოვიდა ჩვენ გავრეკეთ აი ეს ბიჭი ეს ჯაფარიძე ჯაფარიძე ახლა ეს შული თამარი შული თამარი გენი არიან ესე ეგენი გუშინ გამოვიყვანეთ ეს გამოვიყვანეთ ეს ბიჭიც თამაზის გამოვიყვანეთ თამაზი და ეს გია ესეთი მოდიოდნენ მაგრამ ეს დანარჩენი მიცოლებულები რა თემური გამოვიყვანეთ ექიმი იყო და მოდიოდა ორთავეთ სასწრაფო გამოვიძახეთ მოდიოდნენ სამარად და აფეთქეს ბეტონიკებთან და გადაატრიალეს ჩანჩრილი ბიჭებიც იქ კი ეს ბიჭები ძალიან ვაშკაცურად დაიღუპნენ სიცოცხლე და გარი ბიჭები ვაშკაცი ბიჭები იყვნენ და მე მგონი კარგი ბიჭები კარგად თვითონით მაგბიჭები მე ვიტყვი ახლა ერთ სიტყვას არა ერთი ამას ერთი სიტყვა მემართე ვახო ჯანჯულია ჩვენი ბიჭი ბორია გოჩავა პარაცხელიები ბიჭები ბაჭე ახლა მე მოდივარ ცაგერიდან ამ სულ აბა ეს 5 წუთის ამბავია რა ჩამოველი ხო და ჩემი აზრი ის იყო რომ მისულიყავი და გამეგო არტილერისტებთან ნამდვილი იყო თუ ეს არა იმიტომ რომ პარასკევს საღამოთი რა ჩვენ ესე კომანდირმა რო გადასცა რომ პირდაპირ ჩვენი ნაოდკა მიეცა ჩვენთვის დაეცხო ეგი კოორდინატები ეგ ნამდვილი აღმოჩნდა მივედი არტილერისტთან დამტკიცებული იყო რომ პარასკევს საღამოთი იყო სიგნალი მოსული რომ პირდაპირ დაცქომა იყო არტილერიის ჩვენს პოზიციაზე ჩვენ შტაბზე ხო და ასე გახარებული ბიჭები შეხვდნენ ამ წუთში რომ დამინახეთ ცოცხალი და ერთი-ორი ჩვენთან ერთად იყო ერთი-ორი ბიჭი დაგვინახეთ ცოცხლები რომ გადავჭით აი გახარებული რამის რა იქნება წევდნენ და ერთი-ორი ბოთლი მოგვიტანეთ დაგვიდგეს მაღარიში რომ თქვენ ცოცხლები გამოხველით ამ წუთში მოვდივარ იქიდან ერთი-ორი წუთის ამბავია რაც მოვედი მე აქ ძალიან დიდ მადლობას მოვახსენე იმ ბიჭებს რომლებიც არა ძმა რა გქნენ დიდ მადლობას მოვახსენე ჩვენი აი ოთხეულისა და ჩვენი ბატალიონის ცხოვრებაში ალბათ პირველად იმოგვხდებოდა ჩვენ ოთხეულს რა არ მოგიტყოვია რა რეკლამის მიზნით რაღაც ჩვენ არ გვჭირდება ჩვენ უბრალო ხალხი ვარ და არც გვინდა რა სიმართლე იტყვეს სიმართლე რა ის იყო რა აქტიური დარტყმა იყო და სადღაც 20 და 25 მეტრაში რო ჭურვი რო გაგისკდება და რაღაც სიამაყე მოგეცემა და ცოცხალი რო გამოხვალ ეს უკვე დიდ მნიშვნელობას ნიშნავს უფრო კი მაო რა არის ერთ სიტყვა ჩვენ ყუჟულები და აღარ გამოდიან მარტო ის არ არის იარაღი გადიკიდო და ვაშკაცობა დამტკიცება ჩვენი იქ წინახაზე საჩვეთა და ეს ვაშკაცები დგენენ და გმირობენ კაროჩი მართალი თავს წირავენ საქართველოს გულისათვის აი ეს არის ვაშკაცობა მე ძმაო ჩემს სიტყვას ამას ვიტყვი მე სანამდე ცოცხალი ვარ მანამდე ვიბრძოლე ძმაო მაგრამ ყველა ერთნაირ მეომრები ვართ ჩვენ ნამდვილად ვინცაკანია ყველას მოხარული ვარ ყველა მართლა მეომარია და ყველას ჭირი მე რა ძმაო და მე მოხარული ვიქნები ძმაო თუ ჩამოვლიან იგენ წასულები ვინც არიან და იგენს თუ დაგვიდგებიან კიდო გვერდში მე ბოლოს თქვა მეტი არაფერი